სალამი, მე ვარ ზიად ალიევი. ზიად და არა ზვიად. ზიად. და ეს არის შოუ კი ბატონო. ბევრი ფიქრობთ ალბათ, რომ ეს არის პირდაპირ პლაგიატი რე ვილიამ ჯონსონის და ძისის ხარაშოს და ჩვენ მათ იდეა მოვპარით. კი. მართალია. მაგათ ვეძებთ. არა, რა თქმა უნდა, ეს არანაირად არის პლაგიატი, მსგავსი შოუ სოციალურ ქსელებში უამრავი არსებობს და აი მისი ქართული ვარიანტიც, ხოლო იმათ, ვისაც პლაგიატის მნიშვნელობა არ გესმით, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ლინკზე. ეს არის შოუ, რომელშიც თქვენ საინტერესო ვიდეოებს გამოგიგზავნით, ხოლო ჩვენ კომენტარებს გავუკეთებთ. მაშინ ასე დავიწყოთ. კი ბატონო. პირველი ვიდეო გამოგიგზავნა არავინ. არავის გამოგზავნია. იმიტომ რომ პირველი გადაცემაა და ჯერ არავინ იცის ჩვენზე. მე ვნახე ინტერნეტში. და ეს ვიდეო არის გრძნობებზე, რომელიც ჩვენ ყველას გქონია. Andrew, are you excited for pre-kindergarten? Yes. Why? I don't know. Are you going to miss your mom? No. No? Oh, don't cry. Are you? რაღაცნაირ უცნაურ ემოციას მაძლევს ეს ბავშვი, თითქოს თან კი, თან არა, თან არ ვიცი. ჩემთავს მახსენებს ეს ბავშვი, მე მაგალითად ძალიან მეზიზღებოდა ბაღი და საკუთარ ლოგინში ფსავდი ხოლმე, რომ მე არ დავეძინე ძიძას. რა იყო? დავემედგენია დედამისმა როგორ გულმოდგინე დაარიგა სახში, რომ არაფრის დიდებით არ ეტირა. არ იტირო შვილო, არ იტირო, ცოტაც გაუძელი შვილო, ცოტაც შეპატარანა ბიჭორო. არა, ბევრი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს ამ ბიჭში. მაგალითად მე როცა მეკითხებიან შეყვარებული მყავს თუ არა. No. No? ახალგაზრდობილ მეგობართან რომ მიდივარ მშიერი და საჭმელს რომ თავაზობს. No. No? როცა მეკითხებიან წელს დასასვენებლად ვიყავი თუ არა. No. No? როცა მეკითხებიან ბოლოს და ბოლოს მართვის მოწმობა ავიღე თუ არა. No. No? როცა ორსულობის ტესტის პასუხი დადებითია და გოგონა მეკითხება მჯერა თუ არა რომ მამა გავხდი. No. No? ამ ბავშვმა ადრეულ ასაკშივე გაიგო რომ ცხოვრება არც ისეთია როგორიც გვინდა რომ იყოს ხოლმე. კი ბატონო. შემდეგი ვიდეო გამოგვიგზავნა მე ვნახე ინტერნეტში. და ეს ვიდეო არის იმაზე რომ მოგეთ აზიელებზე. გახსოვდეთ, რაც არ უნდა გააკეთოთ. ყოველთვის გამოჩნდება ერთი აზიელი, რომელიც მაგას თქვენზე უკეთესად გააკეთებს. არა, მართლა ნებისმიერ სფეროში, პოლიტიკა, ეკონომიკა, ინდუსტრია, სპორტი, რა გამოგდის მაგაზე უკეთესად? ხინკალი? ჩინელებსაც აქვთ ხინკალი. ჩინელზე უკეთესი ჩინელის კი არსებობს. მაგალითად, ეს ჩინელი სჯობს ამ ჩინელს. გამოტყით, რამდენმა ბიჭმა ამოიცაენ საკუთარი თავები. სექსის დროს მალევე რომ რჩებით და გოგოს მასე რომ ტოვებთ. გამოტყდი. საერთოდ მე ეს ბიჭი მეცოდება შეხედეთ მის სახეს. ვერ ხვდები მოწყენილი სახე აქვს ახტოვანებული. ჰეი, შენ ძალიან კარგი კაცი არის. გამოსადეგი კაცი არის, წამოს ქართველოში ბრძელი გავხსნად. მე მაინც გონია რომ ამ ბიჭმა დიდი ტრავმა და ცხოვრებისეული იმედგაცრუება მიიღო მაგ მომენტში. როცა ვიღაც გამახსენდა იმედგაცრუებაზე. კი ბატონო. შემდეგი ვიდეო გამოგვიგზავნა ზიად ალიევმა. ზვიად ალიევმა. ზვიად. მე არ ვზვიად. ზვიად.
ხო, კაი, მე ვნახე ინტერნეტში. და ეს ვიდეო აღარ ეხება იმედგაცრუებას. ნუ მოკლედ ეს ვიდეო არის ბოთლზე, ღვინის ბოთლზე. Yes, 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 yes. გავაგრძელოთ. I'm in love with the girl. რაღაც მახსენებს ეს სიტუაცია. I'm in love. ეს სიტუაცია ძალიან გავს ჩემს სემესტრულ შედეგებს უნივერსიტეტში. I'm in love with the ტიპი გმირია ჰოლივუდური ფილმის კადრი დადო, თუ გმირია სახელი სჭირდება. ბოთლმენი. ღვინის ბოთლმენი. ბოთლმჭერმენი. ბოთლმენი. 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 სუდად ხუმრობ? წარმოვიდგენია ეს ტიპი ამ ისტორიის მოყოლით გოგოებს როგორ კერავს. ხო და აი დავინახე თუ არა ეგრევე გადავხდი და დავიჭირე რა მეთქი ვა. ხო მომწე. ასე ძალიან გიყვარდეს ღვინო რომ მის გამო ასე ტრიუკებს აკეთებდე. მოიცა. მე მგონი ამის დაწერილი ერთ სიმღერა. ღვინო შუმენო სიამაყე შენი ჭირიმე შენზე ცუდის თმელი. კი ბატონო. სულ ეს იყო მეგობრებო, დღეს მე ამით გამშვიდობებით. ეს ეპიზოდი იყო სასწრაფო გადაცემა და საერთოდ შედგება თუ არა ეს შოუ და იხილა თუ არა გაგრძელებას, ნაწილობრივ თქვენზეც არის დამოკიდებული. თუ თქვენი რეაქცია იქნება საყოლ კაია კიდევ კაკეთეცმა. კი ბატონო, ხოლო თუ თქვენი რეაქცია იქნება გსურთ რომ ეს შოუ შედგეს? No. No? მაშინ ამ ამპულაში ბოლოჯერ ვხედავთ. ამიტომ თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დაგვიკომენტარეთ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რას შეცვლიდით, ან იქნებ საერთოდ ყველაფერი მოგწონთ, ან საერთოდ თვლით რომ ნაგავია ეს ყველაფერი. დავარია გითხრათ. თქვენი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე შევეცადე გამხიარულებინეთ და ამით გამიხადა ეს შოუ ღირებული. თუ არ მოგეწონება და დარწმუნებული ვარ, არ მოგეწონებათ, უბრალოდ დამიკომენტარეთ და მითხარით. მე აუცილებლად გავითვალისწინებ. არ მეწყინება პირდებით. მე ვარ ზიად ალიევი და ეს არის შოუ კი ბატონო. მომავალ შეხვედრამდე.